დევნილთა მინისტრმა დავით არახველიძემ დანიის ლტოლვილთა საბჭოს დელეგაციასთან სამეგრელოში დევნილებისთვის ინდივიდუალური სახლების მშენებლობის საკითხი განიხილა. საუბარია მინიმუმ 30 სახლის აშენებაზე, რომელსაც შვედეთის განვითარების სააგენტო დააფინანსებს. სახლები 2 წლიანი პროექტის ფარგლებში უნდა აშენდეს. მიმდინარე წელს დაგეგმილია დაახლოებით 15 სახლის აშენება. სამინისტროს ინფორმაციით ეს არის პილოტური პროექტი, რომლის განხორციელება აპრილის ბოლოდან უნდა დაიწყოს. მაისში მოხდება ბენეფიციართა შერჩევა, ივლისში კი გამოცხადდება ტენდერი. პროექტის პირველი ეტაპი წლის ბოლოს დასრულდება, მეორე ეტაპი მომავალ წელს გაგრძელდება. დონორის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია იმ დევნილთა დახმარება, რომელთაც სოციალური მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა. DRC-ის დანიის ლტოლვილთა საბჭოს და შვეიცარიის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებთან შეხვედრა იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი იმ თვალსაზრისით, რომ მაშინ როდესაც ცალკეული დონორები საუბრობენ პროგრამების დასრულებაზე, ეს დონორები საუბრობენ ახალ საპილოტო პროექტებზე, ახალი დონორების დაინტერესებაზე დასავლეთ საქართველოში კერძო სახლების მშენებლობაზე დევნილებისათვის.